გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოვიდა და ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადებისკენ მოუწოდა. სამთავრობო დელეგაცია ნიუ-იორკში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ საქართველო იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდება. დღის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს პატივი მიაგოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მიღებაზე მეუღლესთან ერთად ამერიკის პრეზიდენტის ოჯახს შეხვდა. საქართველოს პრემიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ერთ-ერთ მიღებაზე ნიუ-იორკში შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ბარაკ ობამამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს. ბარაკ და მიშელ ობამებმა ირაკლი ღარიბაშვილთან და ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ღარიბაშვილს და ობამას სირიელი მიამბოხეების გაწვრთნის თემაზე არ უსაუბრიათ. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რადგანაც მასზე მიწვეული იყო 200-მდე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი მეუღლით და გარდა ამისა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ანუ ეს არ იყო ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად ამისა პრემიერს ჰქონდა საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მცირეხნით გასაუბრებისა. მთავრობის მეთაური გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე სიტყვითაც გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის სფეროებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა. ღარიბაშვილმა სიმპოზიუმის მონაწილეები საქართველოშიც დაპატიჟა. ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში, უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეთ კორუფციას და წერტილი დაუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისთვის. თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია. იმედი მაქვს, ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს სიტყვები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. რამოდენიმე სექტორია, რომელიც ძალიან დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს, განსაკუთრებით ამერიკელი ინვესტორებისთვის. პირველ რიგში ეს არის ტრანსპორტის სექტორი, არის უკვე სერიოზული ინტერესი ანაკლი სპორტის მიმართ ამერიკელი ინვესტორების მხრიდან და ეს არ არის ერთი კომპანია. ინვესტორები სტაბილურობას ხედავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი თეატ ლუკიანთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის კონფერენციას დაესწრო და ამ მიმართულებით საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის საკანონმდებლო და პოლიტიკური ინიციატივების დამტკიცება საჯარო კონსულტაციების შემდეგ ხდება. ჩვენი მიზანია გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას. მთავრობა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში უნდა აღიქმებოდეს როგორც მოსახლეობის და საზოგადოების მეგობარი. აქედან გამომდინარე საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ყველა ქვეყანა ამას აღიარებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საზოგადოებასთან ზოგადად, რომ მოქალაქე მიცოდეს, რომ მისთვის ხელისუფლება არ არის ჩაკეტილი, ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება იქნეს მოთხოვნილი და გაანალიზებული, გაკონტროლებული უნდა იყოს სამთავრობო სტრუქტურები. ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობენ ქართული დელეგაციის წევრები. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდება. ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ახდენს პრევენციას, ჩვეულებრივი შეიარაღების და ამუნიციის უკანონო გაყიდვის, სასურსკვეთის და სხვა არალეგალური მოძრაობის საკითხებს. მსოფლიოში არის ძალიან ბევრი თეთრი ლაქები, უკონტროლო ტერიტორიები, სადაც ხორციელდება უკანონოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გაყიდვა და გადატანა. საქართველო მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრიანების პროცედურებსაც იწყებს. მაია ფანჯიკიძე სასამართლოს ხელმძღვანელს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.